დღევანდელი ჩვენი სპიკერი არის ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც გარწმუნებული ვარ, ყველამ უკვე იცით, რომ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ლაშა, თუ შეიძლება რომ დავიწყოთ პრეზენტაცია და ბოლოს უკვე დაახლოებით ალბათ ნახევარი საათი 40 წუთი ლაშა ისაუბრებს და შემდეგ უკვე საშუალება გექნებათ, რომ კითხვებიც დაუსვათ. ლაშა, თუ გესმით ჩვენი? ერთი წუთით ლაშა შემოსულია, მაგრამ გადავურეკავ. ლაშას ტექნიკური ხარვაზი აქვს, მაგრამ შემოგვიერთდება ახლა. არის ის გამარჯობა, გამარჯობა. აი ახლა გვესმის. ძალიან კარგი, მადლობა. ტექნიკურად შევფერხდი და ბოდიში დამოგვიერთდა, ამიტომ ცოტა ხანი. არის პრობლემა. გავაზიარებ თქვენის ნებართვით პრეზენტაციას ერთი წამით. ვისკები რომ ჩანს, ხო? კი, ჩანს. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილამშვიდობის, მადლობა რომ ესწრებით დღევანდელ შეხვედრას, მადლობა ერასმუსის ოფის ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მე წარმოგიდგენთ ზოგადი ხასიათის პრეზენტაციას ერთობლივი პროგრამების შეფასებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ერთობლივი პროგრამების შეფასება, რა არის ის ძირითადი აქცენტები, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკეთებს ხოლმე, ვთქვათ, შეფასების დროს ერთობლივი პროგრამების. გადავიდა სლაიდი თუ ეკრანი? არა, არ გადავიდა. აი ახლა კი. მაშინ ესე გავაკეთებ, არ დავაშიარებ სკრინს. ხო, თავდაპირველად ალბათ უნდა აღნიშნოთ, რომ რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. იცით, რომ ცალკე მუხლი ეთმობა ერთობლივ პროგრამებს, ცალკე მუხლი ეთმობა უმაღლესი კანონში გაცვლით პროგრამას და მათ შორის ბუნებრივია არის განსხვავება. რაც შეეხება ერთობლივ პროგრამას, კანონი განმარტავს თუ რას ნიშნავს ერთობლივი პროგრამა. ერთობლივი პროგრამა ეს არის საქართველოში არსებული უნივერსიტეტებს შორის, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შეიძლება დასრულდეს ერთობლივი დიპლომის მინიჭებით. დიპლომის მინიჭებას რაც შეეხება, აქ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული გზა. ერთი გზა შეიძლება იყოს, რომ უნივერსიტეტებმა არ აქვს მნიშვნელობა განმახორციელებლები ადგილობრივი უნივერსიტეტები არიან თუ თქვათ ადგილობრივი და საერთაშორისო. პირველი, რაც შეიძლება რომ შეთანხმდნენ დაწესებულებები არის ის, რომ გაიცეს ერთი დიპლომი, რომელსაც ყველა განმახორციელებელი მხარე ხელს მოაწერს. მეორე ეს არის, რომ შესაძლებელი არის გაიცეს ცალ-ცალკე დიპლომები, ყველა განმახორციელებელმა დიპლომი გასცეს და ამის შესაძლებლობასაც იძლევა კანონმდებლობა. და მესამე არის, რომ თქვათ ერთმა გასცეს დიპლომი და დანარჩენებმა სერტიფიკატები გასცენ ამ შემთხვევაში. შესაბამისად ერთობლივი პროგრამის
შედეგი კვალიფიკაციის მინიჭება შესაძლებელი არის რომ აი ამ სამი ფორმაში გამოიხატოს და სამი ფორმით რომ დასრულდეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა. აქ ერთი ნიუანსი რაც არის ის რომ დეფინიცია გვეუბნება რომ შეიძლება ერთობლივი პროგრამა ასევე განხორციელდეს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის ფაქტებში, როგორც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე არის დაფიქსირებული, რომ მარტო საქართველოში არსებულ სამეცნიერო-კვლევითთან ერთად შეიძლება გაკეთდეს ერთობლივი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვათ უნივერსიტეტი ერთობლივ პროგრამას უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ვერ განახორციელებს, რომელიც უცხოეთში თქვათ ფუნქციონირებს და მდებარეობს. და აქ კიდე რა დამატებითი კითხვები არის ამ ნაწილში, ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ პრეზენტაციის ფარგლებში. შესაბამისად, განმახორციელებელი სუბიექტი შეიძლება იყოს ადგილობრივი უნივერსიტეტი, უცხოური უნივერსიტეტი, ან ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. ჩვენ დაახლოებით 23-მდე ერთობლივი პროგრამა გვაქვს ახლა სისტემაში და მოცემულ შემთხვევაში ნაწილი არის საერთაშორისო ერთობლივი, ნაწილი არის ადგილობრივი ერთობლივი პროგრამები. საერთაშორისო ერთობლივები ჭარბობს რაოდენობით უფრო ერთობლივი კი ბატონო. ხო, აუცილებელი წინაპირობა უცხოურ დაწესებულებებთან მიმართებით რაც არის რომ უნივერსიტეტი, უცხოეთში მოქმედი უნივერსიტეტი უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული. და ეს ისიც რომ ჩვენც გვაქვს შესაბამისი უნივერსიტეტებისთვის წერენ ხოლმე ჩვენი უნივერსიტეტები კონკრეტულ უნივერსიტეტზე, რომ გთხოვთ დაგვიდასტუროთ არის თუ არა თქვათ უნივერსიტეტი აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით და ამას ვამოწმებთ ხოლმე და წერთ ხოლმე პასუხს უკან ჩვენს უნივერსიტეტს, რომელსაც აინტერესებს ეს ინფორმაცია. საფუძველი ერთობლივი პროგრამის განხორციელების არის პირველ რიგში ხელშეკრულება, რომელიც იტება, ასე ვთქვათ, უკაცრავად ლაშა პრეზენტაციის გაზიარებას თუ შეძლებთ შეწყდა გაზიარება თუ მოახერხებს? ახსოვე. ბატონო. გამოჩნდა. მადლობა. ძალიან კარგი. კი ბატონო. ხო, და ამ შემთხვევაში მოცემულ შემთხვევაში არის ხოლმე რომ თქვათ ეს უნივერსიტეტი არის თუ არა აღიარებული, ეს არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ რომ ნამდვილად თანამშრომლობთ და პარტნიორობთ იმ დაწესებულებასთან, რომელსაც აქვს შესაბამისი აღიარება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ერთობლივი პროგრამის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რა ძირითადი დადებითი მხარეები აქვს. პირველ რიგში ეს არის რესურსების კონსოლიდაცია, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების. მაგალითად, თუ კი უნივერსიტეტს სურს დაიწყოს რაღაც ახალი პროგრამა და ის თვლის, რომ გარკვეული რესურსები მას ამისთვის არ აქვს საკმარისი, შეიძლება ადამიანურ რესურსებს ეხებოდეს, მატერიალურ რესურსებს ეხებოდეს, ამის გამოსავალი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რომ თქვა ერთობლივი პროგრამა შეიმუშაოს თავის პარტნიორ დაწესებულებასთან ერთად. თვითონ თქვა თანამშრომლობის გამოცდილებაც კარგი ბენეფიტია, ჩემი აზრით, ერთობლივი პროგრამების აძლევს საშუალებას აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, ორი დაწესებულების, ორი ან მეტი, შეიძლება რომ ერთობლივი პროგრამის განახორციელებელი ორზე მეტი დაწესებულება იყოს, რომ ითანამშრომლონ, თქვა სტუდენტებმა გაიცნონ სხვადასხვა საუნივერსიტეტო გარემოს და ესეც ერთგვარად რაღაცა ის საუნივერსიტეტო კულტურისთვის, საუნივერსიტეტო თანამშრომლობისთვის კარგი საშუალება არის, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყონ უნივერსიტეტებმა ერთმანეთთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და მის მიღმაც, რა თქმა უნდა. ხარისხის ამაღლება და ხარისხის კულტურის გაზიარებაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბენეფიტი, რაც შეიძლება იყოს სარგებელი ერთობლივი პროგრამის და რაც შეეხება საერთაშორისო ერთობლივ პროგრამებს, თუნდაც თუ კი დაწესებულებას აქვს, რომ საერთაშორისო ერთობლივი პროგრამა განახორციელოს ამის შესაძლებლობა, კარგი მტკიცებულება იმისა, რომ თქვათ, რომ ზრუნავს დაწესებულება
საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინტერნაციონალიზაციის გაფართოებაზე და ნამდვილად დადებითი მხარე არის ამ შემთხვევაში უნივერსიტეტისთვის, თუ კი ის ამას ახერხებს, რომ გააკეთოს. ერთი წამით. კი ბატონო. შემდეგი რაც არის წამით. რაც მანერეთმა გავაზიარო, თორე ეგრე აღარ გადადის მე უკვე სხვა სლაიდზე. როდი შევკაცრავად. მოდით რას ვიზავ პრეზენტაციას ჩატს გავაზიარებ, რომ რაღაცა აღარ გადადის და ვერ მივხვდი რატო არა ოღონდ ან მეილზე მოვიწერები, ახლა თვითონ რომელი მეილიც ხო გამოგზავნილი ლინკი, ხო? ამაზეც მოვიწერებ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბუნებრივია თქვათ ასპექტებს ძირითადების დროს რაც არის ხოლმე გამოვლენილი არის ის რომ პირველ რიგში როგორც გითხარით რითიც განსხვავდება ერთობლივი პროგრამის შეფასება ჩვეულებრივი პროგრამის შეფასებისგან არის ის რომ ხელშეკრულება იდება დაწესებულებებს შორის და პროექტი სანამ გაფორმდება ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და მე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და ამის შემდეგ უკვე შეიძლება რომ პროგრამას სააკრედიტაციოდ იყოს წარმოდგენილი თვითონ ცენტრში ან სხვა სააგენტოში, რომელიც არის თქვათ ევროპული ასოციაციის წევრი ორგანიზაცია. პროგრამას აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროგრამის შემუშავება, განვითარება უნდა ხდებოდეს ერთობლივად, უნდა იყოს მონაწილეობითი პროცესი იმ დაწესებულებების, რომლებსაც სურთ, რომ თქვათ, განახორციელოს ერთობლივი პროგრამა. შეიძლება რომ პროგრამას გარკვეული ადაპტირება დაჭირდეს ეროვნულ კანონმდებლობასთან თუ საერთაშორისო ერთობლივ პროგრამებზე ვსაუბრობთ და სააკრედიტაციო პროცესშიც აუცილებლად ყველა განახორციელებელი დაწესებულება უნდა იყოს წარმოდგენილი. აქ გულისხმობ იმას, რომ როდესაც ხარისხის ცენტრი ატარებს ინტერვიურების პროცესს, აუცილებლად ინტერვიურება განხორციელდება იმ პერსონალთანაც, რომელიც თქვათ პარტნიორი დაწესებულებიდან არიან წარმოდგენილები და პროგრამაში არიან ჩართულები. თუ საქართველოში არსებული ერთობლივებზე ვსაუბრობთ, ვიზიტი აუცილებლად ყველგან განხორციელდება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყველა დაწესებულებაში იქნება შეფასებული და რაც შეეხება საერთაშორისო ერთობლივის შემთხვევაში სამწუხაროდ არ გვაქვს მის რესურსი, რომ ცენტრმა ექსპერტები გააგზავნოს უცხოეთში და თქვათ იქაც ნახონ ამ შემთხვევაში იმ დაწესებულების
რესურსები. კრედიტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ერთი პროგრამა არის ამ შემთხვევაში და უნდა იყოს შეთანხმება, რომელ სასწავლო კურსს რამდენი კრედიტი უნდა მიენიჭოს. თუ კი თქვათ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ საერთაშორისო ერთობლივი არის ხოლმე ხანდახან კონვერტაცია საჭირო, იმიტომ რომ თქვათ, შეერთებულ შტატებში თქვენს რომ სხვანაირად იანგარიშება კრედიტები და ამიტომ რაღაც კონვერტაციის ცხრილიც უნდა ახდეს თან, რომ თქვათ, იქაური კრედიტი ჩვენს CCTS კრედიტებზე რამდენს ნიშნავს და პირიქით. აკადემიურ ხარისზე უკვე გითხარით, რომ აკადემიურ ხარისის მინიჭება შეიძლება ერთობლივი დოკუმენტით გაფორმდეს, შეიძლება ცალ-ცალკე დოკუმენტი იყოს გამოყენებული და ასევე შეიძლება რომ ერთი დიპლომი იყოს და ერთი სერტიფიკატი გაცემული ერთობლივი პროგრამის შემთხვევაში. რაც შეეხება პროგრამაზე დაშვებას, პროგრამაზე დაშვება ხდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც ირიცხება სტუდენტი. შეიძლება ერთობლივი პროგრამა არსებობდეს და ყველა პარტნიორმა გამოაცხადოს მიღება პირველ კურსელების და ამ პირველ კურსელების მიღება უნდა მოხდეს იმ კანონმდებლობით, სადაც ირიცხებიან ამ შემთხვევაში მომავალი სტუდენტები, ან აბიტურიენტები, ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები, ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირები. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებზე, აქ სპეციალური ჩანაწერი არსებობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა სად ირიცხება, თქვა პირველ კურსს შეიძლება გერმანიაში იწყებდეს და მერე მოდიოდეს, თქვა აგეთ არ აქვს ამას მნიშვნელობა. საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ პროგრამაზე ირიცხებიან ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ერთი პერიოდი საკანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ თქვა ყველა შეეძლო გამოეცხადებინა მიღება, რამდენიმე სივრცეში გაჩნდა პროგრამა, რომელიც ერთობლივი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში პროგრამა იმგვარად იყო აგებული, რომ გარკვეულწილად გააჩინა რისკი, რომ ეროვნული გამოცდების გვერდისავლით გამხდარიყვნენ, თქვა სტუდენტები, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები და ამიტომ ეს რისკი რომ შეგებული მე, თქვა, დაიწერა კანონში, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ირიცხებიან ეროვნული გამოცდებით, მიუხედავად იმისა, რომ არის ერთ ამ შეიძლება სასუპასუხებ და დაგიბრუნდებით. უკაცრავად ბოდიშით, ხო, ანუ დაშვების პირობებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებზე ეს შეზღუდვა არსებობს, რომ უნდა ჩაირიცხონ აუცილებლად საქართველოს კანონმდებლობით წესის შესაბამისად. პროგრამა შეიძლება ყავდეს ბუნებრივი და უნდა ყავდეს ხელმძღვანელი, შეიძლება თანახელმძღვანელები ყავდეს ასევე პრაქტიკად არის მიჩნეული, როდესაც განმახორციელებელი დაწესებულებებიდან ერთობლივად ხდება პროგრამის ხელმძღვანელობა და თქვა ერთი შეიძლება იყოს ხელმძღვანელი, მეორე დაწესებულებიდან, ან მესამეც თუ არის შეიძლება ამ ორი დაწესებულებიდან თანახელმძღვანელები იყვნენ ამ შემთხვევაში. განხორციელების ენა, უნდა იყოს განსაზღვრული აუცილებლად ერთი ენა, რომელ ენაზეც ხორციელდება პროგრამა. საერთაშორისო შემთხვევაში ძირითადად ჩვენ გვაქვს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ერთობლივი პროგრამები და შეიძლება ასევე იყოს რაღაც თქვა ქართულენოვანი ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ოღონდ და კომპონენტები იყოს გარკვეულ უცხოენოვანი, ესეც ისიც რომ არის შესაძლებელი ამ შემთხვევაში. სწავლების ადგილს რაც შეეხება პროგრამაში და ხელშეკრულებაშიც გაწერილი უნდა იყოს თუ როგორ არის სასწავლო პროცესი აგებული, თქვათ რომელ სემესტრს, რომელ დაწესებულებაში ატარებს სტუდენტი და ამ შემთხვევაში ეს კაფეოდ უნდა ჩანდეს, რომ სტუდენტისთვის გასაგები იყოს, რომელ კომპონენტს, რომელ ინსტიტუციაში გადის. ერთობლივი პროგრამა იმას რომ სტუდენტმა იმოძრაოს, ხო, შეიძლება რომ პირიქითაც იყოს, თქვა პირიქით აკადემიური პერსონალის მობილობას ითვალისწინებდეს, რომ მე შეიძლება საერთოდ არ დავტო ჩემი ინსტიტუცია და ერთობლივ პროგრამაზე ვისწავლო, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვა მაშინ პროფესორა უნდა ჩამოვიდეს და აქეთ უნდა წამიკითხონ, თქვა სხვა უნივერსიტეტის პროფესორებზე მაქვს მე საუბარი. მოკლედ სხვადასხვანაირად შეიძლება რომ ერთობლივი პროგრამა დაიგეგმოს და არ არის მარტო ის რომ სტუდენტი თუ არ მიდის ინსტიტუციაში ერთობლივად არ ითვლება.
კი ბატონო, ხო, განმახორციელებელი პერსონალთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი ის, რომ უნდა მოხდეს გარკვეულწილად რაღაც შეთანხმება იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, რომლის მფლობელსაც შეიძლება პროგრამაში ჩართვა და დაწესებულებებმა უნდა იმსჯელონ ამაზე და შეთანხმდნენ, რომ აი თქვათ მინიმუმი რა არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომ პროგრამის განხორციელებაში ჩართოს შესაბამისი პროფესურა. მატერიალურ რესურსთან დაკავშირებითაც ყველა მხარე უნდა თქვათ მონაწილეობდეს თავისი კუთხით, ფინანსური მატერიალური კუთხით პროგრამის შეიძლება თვალისწინებდეს რაღაც ლაბორატორიების გზილებას და თანაზიარობას, ასევე საბიბლიოთეკო რესურსები, ელექტრონული სისტემების გაზიარებას მაინც სტუდენტებისთვის, აკადემიური პროცესისთვის და ესეც ბუნებრივია. ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით მხარს შეთანხმებას დამოკიდებული, თქვათ, როგორ მოხდება გადახდილი სწავლის საფასურის განაწილება დაწესებულებებს შორის. რა პროცენტულობით განხილდება და ეს ხელშეკრულებაში შეიძლება რომ იყოს დარეგულირებული ეს. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ნაშრომი, თუ ისეთი პროგრამა არის, რომელიც სრულდება საკვალიფიკაციო ნაშრომით, თქვათ მაგისტრატურის შემთხვევაში და ბაკალავრის საბაკალავრო ნაშრომი არიან დოქტორანტურაში ისე ბუნებრივია. მოცემულ შემთხვევაში უმჯობესი არის რომ რაღაც ერთობლივი კომისია ეს ხოლმე განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ და ერთობლივი კომისიის ეს დაცვის განხორციელება რამდენიმე შეიძლება რომ რამდენიმე ფორმა არსებობს თქვათ იყოს უზრუნველყოფილი რომ თქვათ შესაბამისი ხარისხის საკვალიფიკაციო ნაშრომი შესრულებული. სიპების შემთხვევაში ცოტა რთულია ხოლმე, განსაკუთრებით დოქტორა პროგრამაზე იცით რომ აქ არის შესაბამისი ჩანაწერი რომ საინტერესო უნდა შედგეს და უნდა არსებობდეს უნივერსიტეტში და ასევე კანონით განსაზღვრავს სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობასაც ვინ უნდა შედგეს და აქ პრობლემა იქნება ხოლმე რომ თქვა სხვა უნივერსიტეტის აკადემიკოსთან როგორც შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს აქაც გამოსავალი რამდენიმე შეიძლება იყოს ერთი შეიძლება იყოს რომ თქვა დისერტაციო საბჭოზე გავანაშრომი და კომისია შეიქმნას ერთობლივი და კომისიის დადებითი დასვლა იყოს მე უკვე ინაპირობა რომ დისერტაციო საბჭოს წარედგინოს დისერტაცია ეს ერთი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაწილეობა მეორე შეიძლება იყოს რომ თალკე ჩატარდეს სადისერტაციო საბჭოები ერთ ციფრში ერთი საბჭო ჩატარდება მეორეში მეორე და თუ პირველი დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მეორე მან აღიაროს გადაწყვეტილება ან იმანაც იმსჯელოს და მჯელობის საფუძველზე დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს თქვა თავიანთი კოლეგების გადაწყვეტილება უნივერსიტეტიდან ხო ესეც შეიძლება იყოს გარკვეულწილად გამოსავალი. კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე დიპლომზე ვიმსჯელე პრინციპში და კიდევ ერთხელ გამვიმეორებ რომ მიცით რომ მინისტრის არსებობს განათლების და მეცნიერების მინისტრის რომელიც ადგენს დიპლომის ფორმას თუ რა რეგისტრები უნდა შედიოდეს დიპლომის ფორმაში და იქ სპეციალური ჩანაწერები არსებობს ერთობლივ პროგრამასთან დაკავშირებით. სწორედ ეს ფორმა ადგენს იმას რომ შესაძლებელი არის ერთ დოკუმენტში იყოს ყველა უნივერსიტეტი ორივე უნივერსიტეტის ან სამივე უნივერსიტეტის რომელიც ახორციელებს პროგრამას ლაშა თქვენი ხმა დავკარგეთ აღარ გვესმის
დიახ, ხო, ესეთი თემა არის, რომ ამ შემთხვევაში სპეციალური ჩანაწერი არსებობს 126 ბრძანებაში მინისტრის დიპლომის ფორმას ერთობლივ პროგრამასთან დაკავშირებით. და ეს ბრძანებაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ თქვათ ერთობლივ პროგრამის დროს გაიცეს ერთი ან რამდენიმე დიპლომი. კი ბატონო, აკრედიტაციას რაც შეეხება, შეიძლება აკრედიტაციის პროცესი განახორციელოს ერთი ცენტრმა მეორე უცხოელ აგენტომ, ესეც კარგად მოგეხსენებათ. აკრედიტაციის დებულება ასევე ღიარების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაცია მინიჭებულია უცხოური სააგენტოს მიერ. ხო, აკრედიტაციის პროცესი დაწყება, გითხარით, რომ ხელშეკრულება უნდა იყოს შეთანხმებული ხარისხის ცენტრთან. ხელშეკრულება რა პირობებს უნდა მოიცავდეს, ეს განსაზღვრული არის ცენტრის დირექტორის ბრძანებით და ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. შეთანხმების ფორმა გვაქვს დამტკიცებული ცენტრის დირექტორის ბრძანებით და 480 ლარი არის საფასური ხელშეკრულების შეთანხმების. ეს ხდება ხელშეკრულების პროექტის შედგენა დაწესებულებების მონაწილეობით, მერე სანამ მოეწერება ხელი ამ პროექტს უნდა წარმოადგინონ ჩვენთან დაწესებულებებმა, თუ ინგლისურ ენაზეა აუცილებლად უნდა ახდეს თურქულენოვანი თარგმანით ამ პროექტს, ვითანხმებთ ამას, უკან უბრუნებთ დაწესებულებას, ამის მერე ხელს აწერენ და რაც ოფიციალას იძენს ხელშეკრულება და მერე ამას უკვე წარმოადგენენ სააკრედიტაციო გადაწყვეტთან ერთად. ეს არის პროცედურა. რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, სამი ძირითადი კომპონენტი თასდება ხელშეკრულების შეფასების დროს. პირველი ეს ეხება პროგრამის შინაარსს და განხორციელების ფორმას, როგორ ხდება პროგრამების დამტკიცება, პროგრამის დამტკიცება ერთობლივის, როგორ ხდება მასში ცვლილებების შეტანა, ან მისი გაუქმება და თუ გაუქმდა, როგორ არის უზრუნველყოფილი არსებული სტუდენტების განაწილება სხვა პროგრამებზე. როგორია სასწავლო გეგმა, რას ითვალისწინებს, როგორ არის აგებული თვითონ სასწავლო პროგრამა, სასწავლო ბადე, თქვათ, სად ჩანს და როგორ ერთვება მეორე და მესამე უნივერსიტეტი თქვათ პროგრამის განხორციელების ნაწილში. საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე ვისაუბრეთ, რომ პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე შეთანხმება უნდა იყოს. როგორ ხდება რესურსების კონსოლიდირება, განსაკუთრებით მატერიალური რესურსების, როგორც თქვათ, უძრავი ფონების, ასევე მოძრავი ფონების, არის თუ არა მსგავსი თანხმება, მსგავსი თანამშრომლობის ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება, შიდა ხარისხის მექანიზმები როგორ ხორციელდება, თქვათ, ერთი არის პასუხისმგებელი, თუ ორივე ერთად არის პასუხისმგებელი და მაშინ თუ ორივე არის, როგორ არის ფუნქციები გამიჯნული, სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმები რა არის და პროგრამის ბიუჯეტი როგორ არის შედგენილი. მეორე ეს არის, რომ მინიჭების წესი ხარისხის, რა წესი მოქმედებს სტუდენტების შეფასების, მინიჭების მიმართულებით, პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში როგორ არის ინტერესები გათვალისწინებული სტუდენტების და დიპლომის გაცემის წესიც როგორი არის აი ამ ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს. ჩარიცხვა სტუდენტების, როგორ ხდება სტატუსის მოპოვება, შეჩერება, შეწყვეტა, თქვათ, მე თუ შევუჩერე, ითვლება თუ არა ყველა მთლიანად პროგრამაზე შეუჩერე და ყველამ უნდა შეუჩერო სტატუსი, მობილობა როგორ ხორციელდება ამ შემთხვევაში, სწავლის საფასურის განაწილება როგორი არის, მოკლედ აი ამ თემებზე ხელშეკრულებაში უნდა იყოს ბუნებრივი ამ საუბარი. კი ბატონო, რაც შეეხება აკრედიტაციის დებულებას, აქ პირველ რიგში არის ის, რომ სააკრედიტაციო განაცხადს, როგორც უნდა გითხარით, უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულება უნდა ახლდეს თან და თუ არ არის ხელშეკრულება, მხარვეს ჩვენს მიერ და განსაზღვრება მინიმუმ 5 დღე, მაქსიმუმ 15 დღე, რომ ეს ხელშეკრულება იყოს წარმოქმნილი და ასევე ხელშეკრულებასთან ერთად წარმოქმნილი უნდა იყოს ჩვენი თანხმობის ფორმა, რომელთაც მივეცით თანხმობა, რომ ხელშეკრულება ყოფილიყო დადებული მხარეებს შორის. ექსპერტთა ჯგუფს რაც შეეხება, თუ საერთაშორისო პროგრამა არის, აუცილებლად საერთაშორისო ექსპერტი იმ ქვეყნიდან, რომელთან ერთადაც აპირებს ჩვენი უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამის განხორციელებას. ამისი, თქვათ, მიზანი არის ის, რომ ქაური კონტექსტიც რო იყოს გათვალისწინებული იმ ქვეყნის პროგრამის შეფასების პროცესში, ამიტომ იმ ქვეყნის ექსპერტს ვიწვევთ ხოლმე, რომლის პარტნიორიც არის თქვა ჩვენი უნივერსიტეტი და ეს ერთგვარად აბალანსებს
თქვა შეფასების პროცესს. რაც შეეხება ადგილობრივ ერთობლივ პროგრამებს, აქ ხარით ექსპერტები ყველა დაწესებულებაში მიდიან და აფასებენ რესურსების შესაბამისობას. რაც შეეხება უკვე დადებული ხელშეკრულების ცვლილებას, პროგრამამ თუ გაიარა უკვე აკრედიტაცია მიიღო და დაწესებულებას თუ სურს ხელშეკრულების ცვლილება, ამის თაობა აუცილებლად უნდა გვაცნობს. ჩვენ ამას ვითანხმობთ. ამის არანაირი რაღაცა სურია მონიტორინგი ამაზე არ ხორციელდება. ერთადერთი თხოვა, როდესაც პროგრამა დაეკვირება უკვე ერთობლივი პროგრამა განმეორებით აკრედიტაციას და ხელახლა უნდა იყოს წარმოდგენილი, არის შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულება გაუქმდება საერთოდ მხარეებს შორის. მან შეჩერდება გარკვეული პერიოდი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პროგრამაც ინფორმით რა ფორმით არსებობდა, კარგავს არსებობის უფლებას და აუცილებლად ხელახლა უნდა იყოს და აკრედიტაცია წარმოდგენილი. რაც შეეხება სამომავლო გამოწვევებს, სადაც ვფიქრობთ, რომ გვაქვს სამუშაო, ერთი რომ ხომ არ არის საჭირო, თქვა, ცალკე სტანდარტების გაწერა ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით, ამაზე შეგვიძლია რომ ვივსჯელოთ, ჯერ ჩვენც არ გვაქვს რაღაც ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ აუცილებელი არის ან არ არის აუცილებელი. ამის შემდგომ, თქვათ, ხელშეკრულებაში, თქვათ, ცვლილებების შეტანა გითხარით, რომ დაწესებულები გვაცნობებენ და ჩვენ მერე უკვე ჩვენ პოზიციას წარმოადგენთ და ამ შემთხვევაშიც აი ვთქვათ უფრო მკაფიოდ რო გაიწეროს რა ტიპის ცვლილებები უნდა გვაცნობონ ამ შემთხვევაში ესეც კარგი იქნება პროცედურულად რო იცოდეს ყველამ. შემდეგი საკითხი ეს არის რომ ხელშეკრულების პირობები რაც ახლა მე ჩამოთვალე ხო ყველა პროგრამისტვის ერთნაირი არ აქვს მნიშვნელობა ერთობლივი ადგილობრივია თუ საერთაშორისო და ამ ნაწილში ვსჯელობთ რომ თქვათ ხო არ არის საჭირო რომ გაინიშნოს მოთხოვნები საერთაშორისო ერთობლივი პროგრამისტვის და ადგილობრივი ერთობლივი პროგრამისტვის ამ შემთხვევაში ესეც შეიძლება რომ იყოს ამჯერ სტუდენტების ჩარიცხვა შიდა მობილობა აი ამ საკითხებთანაც დაკავშირებითაც შეიძლება რომ დისკუსია იყოს აი თქვათ ერთობლივი პროგრამა როცა არის თქვათ შიდა მობილობის უფლება როგორ წარმოიშობა სტუდენტს შეუძლია თუ არა მეორე დაწესებულებაში თქვათ პროგრამაზე გადავიდეს და ამას შიდა მობილობა დაარქვას. ესეც ჯერჯერობით რაღაცა ესეთი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. აი თქვათ მე ჩავირიცხე პირობითად A უნივერსიტეტში, A და B ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამას, A უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ვითვლები ერთობლივი პროგრამის სტუდენტად და შემიძლია თუ არა შიდა მობილობა დავარქვა და B უნივერსიტეტის სხვა პროგრამაზე გადავიდე. ამისი რაღაცა მომწესრიგებელი საკითხი, მომწესრიგებელი ნორმა არ არსებობს ამ შემთხვევაში. ნუ ამ ეტაპზე ჩემი მოსაზრება არის, რომ თუ ეს სტუდენტი ითვლება A და B უნივერსიტეტის სტუდენტად, რატომაც არ შეუძლია რომ გადავიდეს. მაგრამ ალბათ უფრო აქაც მკაფიო განმარტება იქნება საჭირო კანონმდებლობის ან რაღაცა ბრძანების დონეზე, რომ შეიძლება თუ არა და როგორ შეიძლება რომ ეს განხორციელდეს. ხო, და ასევე საინტერესო იქნება აი თქვა პროგრამის დროს, ერთობლივი პროგრამის დროს, მაინც რომელ უნივერსიტეტს აქვს რაღაც მაკოორდინირებელი ფუნქცია, ეს რო ჩანდეს ხოლმე ან ხელშეკრულებაში, ან რაღაც შეთანხმებაში, რომ ვინ არის, თქვათ, უფრო მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი ხარ, თქვენს ბუნებრივია ჩართულები ხართ არაერთ საერთაშორისო პროექტში, გრანტში და ყოველთვის არის ხოლმე განსაზღვრული, ვინ არის კოორდინატორი ამ პროექტის და ვინები არიან პარტნიორები ან მონაწილეები და აი აქაც თუ შეიძლება რომ თქვა გამოიკვეთოს ერთობლივის დროს რომ ვინ არის მაინც უფრო მეტად მაკოორდინირებელი ფუნქციების მატარებელი იქნება ნამდვილად საინტერესო. დიდი მადლობა ეს იყო ძირითადად რაც მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით და თუ გიქნებათ კითხვები დიდი სიამოვნებით ვპასუხებ. მადლობა ლაშა. ამ პრეზენტაციას დავდებთ ვებგვერდზე და გაგიზიარებთ კიდეც რეგისტრირებულ დამსწრეებს. ხო, შეკითხვები თუ გექნებათ? ბატონო ლაშა, ერთი კითხვა მაქვს, მოგესალმებით. მაინტერესებს დიპლომების გაცემის საკითხთან დაკავშირებით. არის სამმაგი დიპლომი, ერთობლივი დიპლომი, არის ორმაგი დიპლომი და ხშირად არის რომ გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის სხვადასხვა უნივერსიტეტი და დიპლომის გაცემასთან დაკავშირებით რაღაც შესაძლებელია ესე ლავირება
თუ გარკვეულწილად უარი უნდა ეთქვას იმ უნივერსიტეტებს, სადაც კანონმდებლობით მოკეთ არ გამოდის ეს საკითხი, ანუ ორმაგი დიპლომი არ არსებობს, ან ერთობლივი დიპლომი, ეს საკითხი მაინტერესებდა. ხო, აი აქ პრინციპში 2024 წელს რექტორთა საბჭოები რო იმართებოდა და საკმაოდ რთული იყო ეს წელი მაგ მიმართულებით, მანდაც დაისვა ეს საკითხი, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხშირად არ მოდიოდნენ იმაზე, რომ თქვა ქართველ პარტნიორებთან ერთად ერთ დოკუმენტზე მოეწერათ ხელი. და ამიტომ მე შევიდა ცვლილება, რომელმაც საშუალება მისცა პრინციპში ერთობლივი პროგრამის განმახორციელებლებს, რომ ცალ-ცალკე დიპლომები გაეცათ. და თქვა თუ ყავს საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც არ უნდა რა თქვა ქართული კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი, მას შეუძლია რომ თავისი დიპლომი გასცეს და ჩვენი გავცეთ ამ შემთხვევაში და ეს ერთგვარად შეიძლება რომ რაღაც გამოსავალი იყოს ამ შემთხვევაში. პროგრამა ერთია ცალსახად, დიპლომში ორივეგან ჩაიწერება, რომ ეს არის ერთობლივი პროგრამა და ორივე განმახორციელებელი დაწესებულება მაინც უნდა მიეთითოს დიპლომში, რომ ეს არის თქვა კვალიფიკაცია მინიჭებული A, B და C უნივერსიტეტების მიერ, ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ხელმომწერი ეყოლება თქვა ჩვენ დიპლომს, მეორე დიპლომს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორი გასცემს, ეყოლება მეორე ხელმომწერი. Double degree პროგრამა პრინციპში ჩვენი კანონმდებლობით არ არის ესე პირდაპირ განმარტებული, რას ნიშნავს double degree, მაგრამ ერთობლივი პროგრამა ახლა ჩვენ რო ვუყურებთ და ვაფასებთ და ვაანალიზებთ, ხო? შესაძლოა დამთავრდეს double degree-ის მინიჭებით, ხო? იმიტომ რომ თუ ორი დიპლომი გაიცემა და ამას უშვებს კანონმდებლობა, შესაძლებელი არის, რომ joint degree-თაც დამთავრდეს და double degree-თაც დამთავრდეს, გააჩნია როგორ შეთანხმდებიან მხარეები ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. ხო, და კიდე ნიუანსი რაც არის აქ ნახეთ ხანდახან ამ ორი დიპლომის გაცემა კიდე ხელსაყრელი იმითი არის რომ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ჩვენ კლასიფიკატორში არ არის ზუსტად ისეთი ფორმულირება სწავლის სფეროსი როგორცაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თქვათ ანიჭებენ პროგრამის დასრულების შემდეგ ხო და ამ შემთხვევაშიც ახლა ბუნებრივია ჩვენი დიპლომი რო გაიცემა, უნდა გაიცეს ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით და იქ ვერ იქნება ჩანაწერი ისეთი, რომელიც სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან ან ჩარჩოსთან მოვა წინამდებობაში. ამიტომ შეიძლება რომ აი ფორმულირება კვალიფიკაციის თუ განსხვავებულია, მაგრამ შინაარსი ერთი და იგივე უნდა იყოს ბუნებრივია და სწავლის შედეგები ერთი და იგივე, იმიტომ რომ პროგრამა ერთია, ხო? ამ შემთხვევაშიც გამოსავალი არის ორი დიპლომის გაცემა, თქვა გერმანული მხარე პირობითად გასცემს კვალიფიკაციას იმ ფორმულირებით, რომელიც ჩვენ არ გვაქვს კლასიფიკატორში და მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ და ჩვენი უნივერსიტეტი გასცემს კვალიფიკაციას იგივე პროგრამის ფარგლებში, ოღონდ ჩვენი კლასიფიკატორის მიხედვით. მადლობა, ვანაც ერთვაძეს ქონდა შეკითხვა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო ლაშა, ესე იგი, როგორც ხვდები, საკითხი ახლა ამ წუთში არ ეხება ორმაგი ხარისხის დიპლომებს, ხო, ასე მარტო ერთობლივ პროგრამაზე ვსაუბრობ, თუმცა აი ახლა შეეხეთ ბოლოს ორმაგი ხარისხის დიპლომს. გასაგებია, რომ ერთობლივი ხარისხის შემთხვევაში ერთიანი პროგრამა იქნება ორი ინსტიტუციის მიერ. და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ადვილად მოხერხდეს ერთმა გასცეს ერთმა ინსტიტუტმა ერთი დიპლომი, მეორე. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა საუბარი არის ორმაგი ხარისხის დიპლომზე, სადაც ორი განსხვავებული პროგრამა შეიძლება ერთმანეთთან თანამშრომლობდეს. ამ დროს რა ხდება? ჩვენ კი გქონდა საუბარი თქვენს წარმომადგენელთან ხარისხის ცენტრთან, მაგრამ იქნებ იყოს კიდევ რაიმე სიახლე ხო არ არის ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ როგორც ესე იგი ხვდებით, როგორც გვითხრეს თქვენო წარმომადგენლებმა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ორმაგი დიპლომის შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩაითვლება როგორც გაცვლით პროგრამად, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ერაზმუსის ფარგლებში ხშირად. მაგრამ არის მთელი რიგი რაღაც იურიდიული მიმართულებები დასახვეწი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. იგივე სწავლების ენა იქნება, იგივე ჩარიცხვა სტუდენტის, იგივე დაუშვათ მოდულის რაოდენობა, რომელიც ალბათ ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს, ხო, ინსტიტუტ შორის, რომელსაც მე თქვენ უნდა ადასტურებდეთ. ამასთან დაკავშირებით ხო არ არის რაიმე პრაქტიკა ორმაგ ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება და შეგვიძლია ჩვენც ასევე წარმატებულად განვახორციელოთ უნივერსიტეტებმა. მოხდით.
კი ბატონო, მადლობა ბატონო ამ კითხვისთვის. პრაქტიკა, დიდი პრაქტიკა ამ მიმართულებით არ გვაქვს, სიმართლე რომ გითხრათ. ჯერ პირველ რიგში ალბათ თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ რაღაცა გარკვეული ნორმატიული ბაზა უნდა შეიქმნას და მოწესრიგდეს ეს საკითხი, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ჩვენი მარეგულირებელი აქტებით არ არის საერთოდ განსაზღვრული ან ორმაგი ხარისხის პროგრამების განხორციელების საკითხი დარეგულირებული. რაღაც ამ შემთხვევაში არც დეფინიცია არ არსებობს, თქვა რითი არის განსხვავება, რა განსხვავება ამ ორმაგი ხარისხის პროგრამას ერთობლივსა და გასვლით პროგრამას შორის, გასვლითის და ერთობლივის ასე ვთქვათ ცნებები არის კანონში თქვა და მე რეგულაციებიც არის, მაგრამ აი ორმაგი ხარისხის პროგრამის შემთხვევაში, როდესაც პროგრამის შინაარსი და სხვადასხვა პროგრამა არის და აი ამის ფარგლებში ხდება კვალიფიკაციების მინიჭება, ამისი რეგულაცია სანტომ ყველაზე უფრო ახლოს რომელიც იდგა აი ერთობლივსა და გასვლით შორის, გასვლითი პროგრამა არის ყველაზე უფრო ახლოს ალბათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთობლივი პროგრამა ცალსახად ერთი პროგრამა არის, ერთი სწავლის შედეგი, ერთი მიზანი არის. ამ შემთხვევაში რაც ორმაგი ხარისხის შემთხვევაში შეიძლება ესე არ იყოს. ამიტომ რაღაც გასვლითთან უფრო ახლო რო იდგა, კონსულტაციებს გავცემთ ხოლმე უნივერსიტეტებისთვის, რომ რაღაც გასვლითი პროგრამის ფარგლებში შეიძლება რომ ეს იყოს განხილული და თქვათ ის პარტნიორი თუ უღიარებს აქ მიღებულ კრედიტებს, შეუძლია რომ იმან კვალიფიკაცია მიენიჭოს და ბუნებრივია იქ რო კვალიფიკაცია მიენიჭება, ისიც შეიძლება იმის აღიარებაც მოხდეს ჩვენი უნივერსიტეტის მიერ და თუ თავსებადია პროგრამის შედეგებთან, მიზნებთან, შეიძლება რომ გარკვეული კრედიტები ან სრულად ან ნაწილობრივ იყოს მიღებული კრედიტებიც ჩვენ მიერ აღიარებული. ხო, ამიტომ ამ მიმართულებით ხო, სამწუხაროდ რაღაცა ისეთი არსებითი და მნიშვნელოვანი სიახლეები სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვაქვს. ალბათ აქ უფრო საჭირო არის რომ რაღაცა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს პირველ რიგში საკითხის მოწესრიგება და მერე თქვა ჩაიშალოს ქვემოთ უკვე სხვა სამართლებრივ აქტებში როგორ შეიძლება ამ საკითხის უკეთ რეგულირება. ბატონო. მადლობა. შეკითხვები თუ არის კიდევ? კი ბატონო, შეკითხვები თუ არ არის, მაშინ დაგემშვიდობებით. მადლობა დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებისთვის, მადლობა ლაშა პრეზენტაციისთვის. სასიამოვნო შაბა ახალ წელს გისურვებთ. დიდი მადლობა, გილოცავთ ყველა. წარმატებები. ყველას მადლობა. მრავალს დაესწარით ბედნიერი შობა ახალი წელი. ბედნიერი დაულები, მრავალს დაესწარით. მადლობა. Era un poco más o menos, está por el gato,